პირველ რიგში მე მინდა მოგილოცოთ ყველას საქართველოში პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მეორე ტურის გამართვა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის. მეორე ტურის გამართვით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ რეალურად მოწოდებული, რომ რეალური დემოკრატია ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველგან ვიდეობთ და ყველგან გავიმარჯვეთ და დღეს დასრულდება არჩევნები და ჩვენ საბოლოო შედეგებს გავიგებთ, მაგრამ ჩემს მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა. ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი ჩემი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ხალხის განვითარება, ჩვენი ხალხის მშვიდობას, სტაბილურობას და რაც თავარია, მე მივეცი ხმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. საქართველოს კოდექსი ამოქმედება და დღეიდან 15000-ზე მეტი მოხელე გადამზადება. როგორი არის კრიტერიუმები? როგორი საჯარო მოხელეები უნდა ყავდეს ქვეყანას, რომლებიც იქნებიან დასახლებები? კი ბატონო. შესაბამისმა სამინისტრომ უკვე დაიწყო ეს პროცესი. ეს იქნება საკმაოდ კარგად ორგანიზებული, იმისათვის რომ ჩვენ საჯარო მოხელეები გადავამზადოთ. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს, რომ მათი დონე, მათი კვალიფიკაციის დონე ამაღლდეს და რაც თავარია, მათი ეს კვალიფიკაცია, ამაღლებული კვალიფიკაცია მოხმარდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ ფასდაკლების გამოყენებას თუ აპირებ? არა, მე არ ვაპირებ და ეს უბრალოდ კერძო კომპანიების ინიციატივა, მე მივესალმები, მაგრამ ამასთან ჩვენ არავითარ საერთო არ გვაქვს. მთავარი აქტიურობა, თავარი არის რომ თითოეულ მოქალაქემ გაიაზროს, რომ მათი თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს არის თანამოქალაქეობრივი, ასე ვთქვათ, მოქალაქის ვალის მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ეს დღე არის მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მე ვუსურვებ, რომ ძალიან მშვიდ გარემოში და ჯერ მშვიდ გარემოში წარიმართება არჩევნები და საბოლოო შედეგებს ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ.